პირველების ინფორმაციით ზუსტად 12 საათზე დაიწყება ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი და ეს არის ის სასამართლოს ხდომა, რომელსაც პოლიტიკოსი ზუსტად 7 თვეა ელოდება. დღეს იწყება მტკიცებულებების გამოკვლევა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის საქმეზე. ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს, მას შემდეგ ტარდება სასამართლოს ხდომები და ის ითხოვდა, რომ შეურაცხყოფილი სპეცრაზმელები მოიყვანათ სასამართლოში და დღეს ის შემთხვევა იქნება, როდესაც 3 შეურაცხყოფელი სპეცრაზმელიდან ერთ-ერთი ლევან ხაბეიშვილის პირისპირ აღმოჩნდება. პირველების ინფორმაციით ეს არის სპეცრაზმელი შოთა პაპუაშვილი, რომელიც დღეს მისცემს სასამართლოში ჩვენებას, რა სიტყვის ის, რატომ იგრძნო თავი შეურაცხყოფილად ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური დაპირების გამო ამ ყველაფერს მოუყვება სასამართლოს. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა აქვთ შოთა პაპუაშვილთან, ადვოკატებს, მათ თავდაპირველად აინტერესებთ ის, ვინ იყო ადამიანი, ვინც შოთა პაპუაშვილს თხოვა, რომ განცხადება დაეწერა, რადგან საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეს ის საქმეა, სადაც გამოძიება მოითხოვა სწორედ შეურაცხყოფელი სპეცრაზმელების ჩვენებები, მიწერა გამოძიებამ სუსს და სუსმა მიწერა გედედეს და გედედემ 3 სპეცრაზმელი გამოყო. შესაბამისად არაერთი კითხვა იქნება, რომელიც დღეს დაისმევა სასამართლო პროცესში და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს სპეცრაზმელს, რომელიც სხდომათა დარბაზში ზუსტად 12 საათზე მოვა. გედედეს თანამშრომელი ერთ-ერთ მის აბზაცში ამბობს, რომ თითქოსა და ლევან ხაბეიშვილი მოუწოდებდა, რომ მათ არ გამოეყენებინათ სხვადასხვა სპეციალურ საშუალებები. და ამახინჯებს ფაქტს. აი თავარი ფაქტი აქ რა არის? ნახეთ, ლევან ხაბეიშვილი ამბობდა მხოლოდ ერთადაც, რომ არ ცემოთ მოქალაქეები, არ დაასახიჭროთ, არ დააზიანოთ. და დღეს თუ გედედეს თანამშრომელი ჩვენ გვეტყვის, რომ მას უნდა ეცემა ხალხი, მას უნდა დაემახინჯებინა ხალხი და ლევან ხაბეიშვილმა რო უთხრა ჯილდოს სახით ბიუჯეტიდან თქვენ მიიღებთ ჯილდოს რო არ ცემოთ ადამიანები და ამიტომაც არის შეურაცხყოფილი, ეს დამატებით სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ხო, ამიტომაც ვამბობთ, რომ ვინც არ უნდა დაიკითხოს ლევან ხაბეიშვილის პროცესზე, ყველა არის დაცვის მოწმე, რადგან არცეთ მტკიცებულებაში არ არსებობს, რომ ლევან ხაბეიშვილმა რაიმე დანაშაული ჩაიდინა. ჩვენ რო ვამბობთ, რომ გამოყვეს ეს მოწმები და თითქოსა და ჩადეს, ხო, ეს უნდა გამოვიყენოთ, ხო, ეს მნიშვნელოვანი სიტყვა. ანუ როგორ მოხდა? ანუ როდესაც მაგალითად სუსი წერს გედედეს ხელმძღვანელობას, როგორ აირჩა ეს 3 პიროვნება, რა ნიშან-თვისებებით აირჩა? მაგალითად ეს არის სამართველოს უფროსი, რომელიც ასევე ცნობილია, რომ იღებდა სხვადასხვა დარბევებში მონაწილეობას. სისტემის წარმომადგენელი დაიკითხება სამართველოს უფროსი, რომელმაც აწამა თავისუფალი ადამიანები და რომლებაც აწამეს ლევან ხაბეიშვილი. ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესზე, რა თქმა უნდა, დაესწრებიან მისი თანაგუნდელები, ოჯახის წევრები, ყველა განსაკუთრებულად ელოდებოდა. ამ დღეს 7 თვის განმავლობაში ხაბეიშვილის დედას ვესაუბრეთ ჩვენ ცოტა ხნის წინ და აინტერესებს, ვინ არიან ის ღირსება შელახული სპეცრაზმელები, რომლებმაც დაწერეს განცხადება და მათი განცხადების საფუძველზე უკვე 7 თვეა გისოსებში არის გამოკეტილი ხაბეიშვილი, მისი თანამოაზრეები, მეგობრები კი აცხადებენ, რომ ეს ის სპეცრაზმელები შესაძლოა იყვნენ, რომლებმაც სასტიკად სცემეს ლევან ხაბეიშვილი 27 წუთის განმავლობაში. მას აწამებდნენ და ხაბეიშვილის წამების საქმე გამოძიებულიც კი არ აქვს ძალოვან უწყებას, თუმცა სპეცრაზმელები, რომლებმაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს პოლიტიკური დაპირების გამო, ისინი მზად არიან მოვიდნენ სასამართლოში და ხაბეიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცენ. ლევანი ეგრეთ წოდებულ გამოყოფილ მოწმეებს, გედედეს თანამშრომლებს მოუწოდებდა ღირსეული საქციელისკენ. ყველა ძალოვან სპიცი აქვს დადებული სახელმწიფოს წინაშე, თავისი ქვეყნის წინაშე და არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ. მათ გადაწყვიტეს უღირსად მოქცეულიყვნენ თავიანთი ქვეყნის და ხალხის წინაშე და დადგნენ ცრუ მოწმეებად და შეიტანეს განცხადება, დაწერეს განცხადება, რომ ღირსება შეელახათ. ეხლა როგორ შეიძლება ადამიანს, რომელიც ცრუ მოწმედ მიდის, მას ღირსება ჰქონდეს? ესე იგი, უღირს ადამიანს ღირსება ვერ შეელახებოდ. ეხლა დღევანდელ პროცესს აი ნამდვილად 7 თვეა ველოდები, იმიტომ რომ ჩემი შვილი დაპატიმრებული ყავთ იმის გამო, რომ მათ მოუწოდა საკუთარი ხალხის წინაშე ძალა არ გამოეყენებინათ, არ დაესისხლიანებინათ თავიანთი მოქალაქეები და ამის გამო მიიღებდნენ ჯილდოს. მაგრამ მათ ურჩევნიათ ადამიანების ცემაში, დასისხლიანებაში აღებული პრემია მიიღონ და იცხოვრონ მშვიდად. ესენი არიან დანიშნული მოწმეები, ნათხოვარი მოწმეები არიან.
და ამ ადამიანებმა თავის ჩვენებებში განაცხადეს, რომ თავი იგრძნეს შეურაცხყოფილად და მე მინდა გაჩვენოთ სწორედ აი ამ სამმართველოს აი ამ სამსახურის თანამშრომლებმა რა დამართეს ლევან ხაბეიშვილს. აი მე მაინტერესებს ბიჭებო, ამაზე შეურაცხყოფილად არ იგრძენით თავი? აი ამ დღეში რომ ჩააგდეთ ადამიანი სასიკვდილოდ რომ გაიმეტეთ 27 წუთის განმავლობაში რომ აწამებდით, აი ამაზე თავი შეურაცხყოფილად არც ერთმა არ იგრძენით? მე მაინტერესებს აი ამხელა დეპარტამენტიდან მხოლოდ ეს 3 ადამიანი აღმოჩნდა, ესეთი ღირსეული, ვისაც ღირსება შეელახა. ანუ ესენი გეუბნებიან, რომ დანარჩენი აი ამ სამსახურის თანამშრომლები ყველა უღირსია? ის 27000 თანამშრომელი უღირსია? ლევან ხაბეიშვილი არის პოლიტიკური ტყვე, მისი ტყვეობა უკავშირდება იმ მხარდაჭერას, რომელიც აქვს მას ხალხში, ის არის სახალხო პოლიტიკოსი. სწორედ ეს ადამიანი წლების განმავლობაში საუბრობდა იმ მაღალ ფასებზე, სოციალურ თანასწორობაზე და მძიმე პრობლემებზე, რომელიც აქვს ჩვენს თანამოქალაქეებს და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი. არა მისი პოლიტიკური განცხადება, არა რაღაცა კანონდარღვევა. მიზეზი არის ის, რომ ის არის მთავარი ოპონენტი აი ამ კობახიძე მდინარაძის დაჯგუფების, კრიმინალური დაჯგუფების და სწორედ ამიტომ აიყვანეს ის ტყვედ და ახლა მოყავთ მოწმეთ გედედეს თანამშრომელი უწყების, რომელმაც თავად ლევან ხაბეიშვილი აწამა. მაშას ეს სპეცრაზმელი შოთა პაპუაშვილი, რომელმაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო საქალაქო სასამართლოში 12 საათზე მოვა და დაიწყება ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი. საბედრაგოს სამსახურს ამ წუთებში გადმოყავს რუსთავის მე-12 დაწესებულები და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს დაპატიმრებული ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილი იქნება ის ადამიანი, რომელიც დღეს ყველაზე ბევრ კითხვას დაუსვამს სპეცრაზმელს. ბუნებრივია ჩვენ პროცესების განვითარების შესახებ მაყურებელს მივაწოდებთ ინფორმაციას. ხაბეიშვილი არის ის პირველი პოლიტიკოსი ადვოკატების შეფასებით, რომელსაც პოლიტიკური დაპირების გამო ასამართლებენ.